მოგესალმებათ შაბათის მებაღე. აპრილის ბოლოა. ბალახი უკვე გასათიბია. მე არ მაქვს გაზონი, შესაბამისად არ ჭირდება ჩემ მოლს გამოკვება, სკარიფიკაცია, ანუ დაფხაჭნა სპეციალური ტექნოლოგიებით თავის დაკავება არ მჭირდება, შესაბამისად თიბვაც არა მაქვს ორ კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ მყოფნის სეზონზე და რადგან ბალახი არ არის გამოკვებილი ზედმეტი ქიმიკატებით, არც ვთქვათ ფუნგიციდებით სოკოს წინააღმდეგ, მოთიბულ ბალახს მე ვიყენებ მცენარეების საკვებად. მულჩისთვის ვიყენებ. ამ ვიდეოში მოგიყვებით ამ ყველაფერზე, თუ როგორ დავაყენოთ ბალახის ნაყენი, როგორ დავმულჩოთ მცენარეები, ცოტა რამეს კიდე დამატებით ჰორტენზიაზე მოგიყვებით, რით გამოვყვებოთ. დარჩით ამ ვიდეოს, უყურეთ ბოლომდე, დატკბით, როგორ უცებ გაიშალა ნიადაგმფარავები, ყოველ დღე პატარა ცვლილებებია ბაღში. დათბა, ამიტომ აყვავდა ბაღი. მე ვხმარობ ელექტროსათიბს. ხალებისთვის ეს მეტად მოსახერხებელია ვიდრე ტრიმერი. ტრიმერიც მაქვს ელექტრონაცადი და ია ნამდვილად. ასე რომ 30 სანტიმეტრზე მეტად გავხდით ბალახს, რათა ადვილად მოვთიბოთ. ეს მართლა ქალბატონების მისწრება ეს იარაღი, საკმაოდ ადვილად მოსახმარია, მთავარია ყოველი ხმარების შემდეგ გადმოვატრიალოთ და გავწმინდოთ. გაითვალისწინეთ, მე ფერდობზე მაქვს ჩემი ბაღი გაშენებული. თუ თქვენც ესეთი დაღმართზე ფერდობზე თიბავთ, მის პარალელურად თიბეთ, ანუ ქვემოთ ან ზემოთ არაწიოთ ცხვირი, გაფუჭდება ეს მანქანა, შესაბამისად აი ჰორიზონტალურად გაყევით და ისე მოთიბეთ. მინდა მოგიყვეთ ერთ-ერთი ბიოლოგიური საკვების შესახებ, რომელიც ყველა მებაღეს აქვს. წინაზე მოგიყევით, როგორ ვაკეთებ კომპოსტში. ესე კომპოსტს ანუ გამარგვლილი ბალახებისგან ნაგვის ტომრებში, ეხლა დაიწყო თიბვა. აი უყურეთ, ეს არის მხოლოდ ნაწილი. რაც გავთიბეთ, ანჩეს მულჩად გამოვიყენებ. და ამას ნახევარზე ჩავყრი ამ კასრში, დავასხამ წყალს, 2 კვირა დავტოვებ, პერიოდულად მოვურევ, გადადუღდება, მინდა გითხრათ საშინელი სუნი აქვს, მოარიდეთ იმ ადგილს, სადაც იქნებით. ეს გადადუღდება შემდეგ 2 კვირაში და ამას ხმარობ მე იმ მცენარეებთან, რომელსაც გიახლებით, მაგალითად ხეხილი, კენკრა, ჯერჯერობით ბოსტანი არ მაქვს. მე ალბათ ბოსტანშიც ვიხმარ. თუ ნაკელი გაქვს, ჯობია ამაში ჩაყაროთ ნაკელი ამასთან ერთად, რადგან ჩვენთან არ იყიდება იცით გადამწვარი ნაკელი. ხშირ შემთხვევაში მოყვება ხოლმე რაღაც დაავადებები, მწერები, უცხო თესლისარეველის. კიდე თუ იშოვით ქათმის კლინტს, ვიცით რომ ქათმის კლინტის მოყრა პირდაპირ არ შეიძლება მცენარესთან დაწვავს, შეგვიძლია აქ ჩავყაროთ. შემდეგ ეს დამდგარი ნაყენი ბალახის, როდესაც უკვე გადადუღდება და ეს იქნება 2 კვირაში, მე ავიღებ და სადღაც 3 ლიტრას 10 ლიტრაში გავხსნი.
ანუ 1/3 გაჩნია, იცით, აი ხა სათხმარობთ. საერთოდ ამბობენ, რომ ლიტრა 10 ლიტრაზეო, მაგრამ მე რადგან არ უშვები ამას არც კლინს, არც ნაკაზნო, ანუ დამატებით რამე აზოტს არ ვუკეთებ. მე მირჩევნი ეს უფრო კონცენტრირებული იყოს, თან ბალახი არა მაქვს რა. და მთელი ეს კასრი სეზონზე მყოფნის აბსოლუტურად ერთხელ დამზადებული ხმარო მთელი სეზონი. არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური ორგანული სასუქი. მისი შემადგენლობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ბალახს ვიყენებ. მაგრამ ზოგადად ასეთ ნივთიერებებს შეიცავს აზოტი, რომელიც მთავარი ელემენტია და ხელს უწყობს ფოთლებისა და მწვანე მასის დასს, კალიუმი აძლიერებს მცენარის იმუნიტეტს და აუმჯობესებს ყვავილს, ნაყოფს, ფოსფორი ფესვების განვითარებისათვის არის მნიშვნელოვანი. აგრეთვე შეიცავს მიკროელემენტებს, რკინა, მაგნიუმი, კალციუმი, თუთია, სპილენძი, ორგანული მჟავები, ამინომჟავები, ბაქტერიები და მიკროორგანიზმები. ძალიან კაია ჭინჭარი, იონჯა, ბაბუაწვერა, თუმცა სარეველა ბალახებიც მეწმულეთ ფანტასტიკურია. მაშასე, როგორც ხედავთ, ჩავყარე ბალახი მოურიე და საკმაო ადგილი დავტოვე, რომ დუღილის პროცესში, ვთქვათ, მე ამას რომ დავახურებ, შიგნით გაზების დაგროვება არ გამოიწვიოს, რაღაც არ გასკდეს, ან არა მოხეთქოს. ყოველი შემთხვევისთვის ადგილს ვტოვებ. ეს მე სუნით არ მაწუხებს, რადგან მთლიანად ჰერმეტულად ფაქტიურად ამას დავხურავ. ორი კვირა გავაჩერებ. ეხა ამას გავასუფთავებ, წყლიდბარი მაქვს და ორი კვირის შემდეგ ვიხმარ ზუსტად მცენარეები ხეხილი დაამთავრებს ყვავილობას, გამოიბამს პატარა ნაყოფს, ჩანასახს და მეც მექნება უკვე შემეძლება, რომ შევიტანო საკვები ხეხილის ქვეშ, კენკრის ქვეშ. ესე დავმოვუჩე. საკმაოდ მაღალი ფენა გაუკეთე ამ ახლად მოთიბული ბალახის მიკროფილა ჰორტენზიას გარშემო, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ თვითონ ტოტთან ძირთან ახლოს დამოვჩავთ. რატომ მოვჩავ? ჯერ ერთი ეს მეხმარება, რომ აქ ბალახი ნაკლებად ამოვიდეს, რაც მე ბაღებისთვის მნიშვნელოვანია. მცენარისთვის რაც მნიშვნელოვანია, აქ უნდა ტენიანობა შენარჩუნდეს. ვიცით, რომ უყვარს ტენიანი სველი ნიადაგი ამ ტიპის ჰორტენზიებს. მჟავიანობა სხვა სახით ავუწევ, გაჩვენებთ დღეს ამ ვიდეოშიც ერთ-ერთ მეთოდს მჟავიანობის აწევის. აი ეს მულჩა, როგორც ხედავთ, არის საკმაოდ სადღაც 10 სანტიმეტრამდე. რომ დაიდგებნება, აქედან სულ დარჩება 3 სანტიმეტრი. პერიოდულად აქ კიდე დასამატებელი ექნება მულჩა. კიდევ ერთი მეთოდი, რისთვის ვიყენებთ მოთიბულ ბალახს. ჩემი მიკროფილა ჰორტენზიისთვის და ორი ლურჯი მოცვი მაქვს, ლურჯი მოცვის ორი ბუჩქი, დავაყენე პურის ნაყენი. ყველას გვრჩება სახში პური, არ არსებობს. იმის მაგიოდ რომ გადავყაროთ, შეგვიძლია აი ესე წყალში ჩავყაროთ. დავტოვოთ რამოდენიმე დღე, ეს დამჟავდება, როგორც იცით. ბუშტულებს გაიკეთებს რამოდენიმე დღეში. შემდეგ ეს შეგიძლიათ გახსნათ ერთი აი ეს ნაყენი, გინდათ ნახევარზე, ვთქვათ, კიდე ნახევარი წყალი დაუმატოთ. კიდე ვთქვათ, ეს ერთი სათლიანი ვედრა 1 ლიტრა გადაანაწილოთ 3 ლიტრაზე. გაჩნია რა კონცენტრაციით და რა რაოდენობის პურს ჩაყრით ამაში და დაუსხათ მცენარებს, რომელსაც უყვართ მჟავე ნიადაგი, ანუ ცოტა მჟავიანობას ნიადაგს ამით ავუწევთ. ოღონდ არ დაგავიწყდეთ ნებისმიერი
საკვების თუ იმის წამლობის შეტანის წინ კარგად მორწყეთ მცენარე და შემდეგ დაასხით საკვები, თუ არ დაგეზარებათ კიდე მორწყეთ. მინდა გითხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია ნაცარი მებაღისთვის და განსაკუთრებით მებაღისთვის, რომელიც ბიოლოგიურ სოფლის მეურნეობას მიყვება. ეს არის ჩემს მიერ გაკეთებული ცეცხლის დასანთები ადგილი, ქვები, რომლებიც თქვათ ბარვის დროს, ჩარგვის დროს ამოდის, დავაგროვე. ვიყიდე ელიავაზეს ბადერკინის თხელი და აი მათ შორის ორ ბადეს შორის ჩავდები ეს ქვები. აქ აი ესე ცოტა გამოდის, დავწვი, თუ ნახავდით ვიდეოებს, ძალიან ბევრი რამ გავსხალი, ხეხილი, ვარდები, ბუჩქები, უამრავი მასალა მქონდა, მხოლოდ ეს ნაცარი რჩება. ცოტა რჩება ეს მასალა. ნაცარი აუცილებლად შეინახეთ და დარჩით ამ არხზე, შემდეგ ვიდეოებში აგიხსნით ნაცრის გამოყენების რამოდენიმე ხერხს, რომ იცოდეთ, ეს არის უებარი საკვები და ფუნგიციდი. დარჩით ამ არხზე, უყურეთ შემდეგ ვიდეოებს. მეგორი ლამაზია. დაღამდა, ცხვრის ნახევარი. თიბაში დამაღამდა. არადა დღეს მინდოდა ამინდი იყო, ძლივს იყო, უკარო ამინდი, ეხლა ხანს ამოვარდა ქარი, ვიფიქრე სიგნალეში მაინც შევწამლავ მეთქი შავლაქიანობის წინააღმდეგ. შემდეგ ვიდეოში მოგიყვებით, მაშინ ამის შესახებ სწავლობა უნდა გაკეთდეს 3-ჯერ: აპრილი, მაისი, ივნისი, სამწუხაროდ აპრილი სულ წვიმდა, სულ ქარი იყო. და ვერ მოვახერხე, ვიფიქრე, ახლა მაინც გავაკეთებ მეთქი, მაგრამ საკმაოდ დავიხალე და თან დამაღამდა. არადა გავთიბე მხოლოდ 2/3. 1/3 კიდევ დარჩა გასათიბი. ამჯერად დაგემშვიდობებით, იმედია შემდეგ ვიდეოში წამლობის, ვარდების წამლობის შესახებ მოგიყვებით, შავლაქიანობის წინააღმდეგ, მოყვები ნაცარზე ვარდებისთვის და არა მარტო, სხვადასხვა ხრიკებზე მებაღის. აგრეთვე მინდა დავამთავრო, გაკრეჭვა ლავანდების, როზმარინების, ცხრატყავის, ეს დეკორატიულად როს ხლავ, ტყემალს. მინდა გაჩვენოთ დაკალმება როზმარინის და ვარდის. ამჯერად დაგემშვიდობებით, იმედია მოგეწონათ ვიდეო და მოიწონებთ და მომავალ შეხვედრამდე, მომავალ ვიდეოებამდე წარმატებულ დღეებს და წარმატებულ მებაღეობას გისურვებთ ლამაზი ბაღებით.